გამარჯობა. ეხლა ნინო იტყვის ისე მოხვედრი თომ არაფერიო. დავჯდე დავსკამდები და ისა. დავინახე იქა რომ ჯვარი არ აჩავს. ამოვწიოთ. იმიტომ რომ ცოტა გაანათოს შავი კაბა თორე მეც კი არაფერი. ხალხო, გამარჯობა ადამიანებო, ხალხებო. Naушникები თუ ვინმეს ეხლა ხახახა გინდათ და ხუხუხუ და შნურიან ნაუშნიკებიო, ყურს ასვენებიო, ყველან გაიცინებთ და ნუ იქილიკებთ, აზრი არა აქვს, იმიტომ რომ დიახ. მე როცა მინდა მაშინ ვიყიდი იმეებს, რომელიც ხალყურებიდანაც ვცვივათ, ხან უჯდებათ, ხან ბლუთუზი არ აქვს. ძალიან კარგად აღვზნო, მე შნურიას ჩამივარდება ტელეფონი, შნური იჭერს. ეს ეხლა ისე რა მოვაყოლე თუ ვინმეს გაგიჩნდებათ ისა სურვილი რომ აქილიკოთ მეთქი. ხალხო, მოვედი ეხლა მე თქვენთან. რატომ მოვედი? ყავი თავარ მოსული და რაც თავარი აი ეს ტკბილი უნდა გაჩვენოთ. ძალიან ხმაურიანი მორევა, ჩემი ბრალი არ უკუღმა უნდა მოურიოთ რომ ხმა არა კონდესო. ეხლა რაც შეეხება სანამ ლაქლაქს დავიწყებ და ვილაქლაქებ და ვიქვაქვანებ, არა? ეს ტკბილი უნდა გაჩვენოთ. ეხლა რანაირად გაჩვენოთ არ ვიცი, მაგრამ რაც შემიძლია ახლოს მოვიტან. ეცა. ესე მგონია ფოკუსირდი. საითა კამერა, საითა ვართ ჩვენ. ეხლა რა არის ეს? ეს არის როგორც რეკლამებში ხოლმე 2 ინგრედიენტი, 3 ინგრედიენტი. მოკლედ და კონკრეტულად ეს არის ის ჟელატინით არის, აი ასეთი და ეს არის ის ტკბილეული, რომელიც მე შემიძლია მივირთვა, როცა მინდა, ღამე, დღე და როცა გინდა. ვინც დიეტაზეა, ვისაც შაქარი მაღალი აქვს და ასე შემდეგ და ეხლავე გეტყვით. თან იცით რა მიკვირს? ამას მე ვაიმე ეს არის კოზი ცხელი იყო და სრიალებს. არ ვიცი ახლა ხედავთ თუ არა. სამ ფერში გამოდის. თითქოს ფენები არის როგორ ვთქვა, სამ ფენად გამოდის. ეხლა რა ხდება? მე არაფერს არ ვაკეთებ. ყველაზე უადვილესი რაც არის. რძე მე ვაკეთებ ლაქტოზას გარეშე რძით. თქვენ გააკეთეთ, ყავა მოუყლუპოთ. მე და შემოდგომა ვართ მოსული. ამის რეცეპტს გეტყვით, ეხლა კი ვიცი რომ თუ გინდა რომ ადამიანებს რამე გაუზია რომ უნდა აჩვენო და უნდა გააკეთო კამერასთან და მასე გაუზიარო, მაგრამ ზეპირსიტყვიერად გეტყვით, იმიტომ რომ ძალიან ადვილია. 12 გრამი ჟელატინი. მე არ ვიცი, მე ვხმარობ ფირფიტებს. ვიყენებ, ყიდულობ, რა ვიცი, როგორც კიდე დაუძახეთ. ჟელატინის ფირფიტებს. არ ვიცი, ფხნილი მე აქ ვერსად ვერ ავნახე. აგარ-აგარი არ ვიცი თუ გამოდის ეს აგარ-აგარით, არ ვიცი, იმიტომ რომ აგარ-აგარი ძალიან არ იჭერს თავს, მართალია ვეგანია და ისა, მაგრამ ძალიან მყარი არ გამოდის მოკლედ აგარ-აგარით და რის თქმა მინდა 12 გრამი ერთი შეფუთვა ეს ჟელატინი არის 12 გრამი და მაგით კეთდება 9 ლიტრი რძე. რძეს ვათბობ, სანამ რძე თბება დაბალ ცეცხლზე, ამასობაში ჟელატინს ცივ წყალში ვალბობ 5-10 წუთი. აი, ხო რა 5-7-10 წუთი ეგრე. ცივში ოღონდ, ცივ წყალში. თორე ცხელში ვეღარ იპოვით ვერაფერს ამ ჟელატინის ფურცლებს. ვინც იცით, ხო იცით, ვინც არა, ვამბობ იმათთვის. ხო და ის ჟელატინი სანამ ლბება. მანამდე ვათბობ, არ ვაცხელებ, არ ვამდუღრებ არანაირად, ცოტა რომ აი იკბინებოდეს რა, კარგად გაცხელდეს. უნდა შოკოლადი. თუ გინდათ რომ ძალიან შოკოლადის გემოთი იყოს, უფრო უკეთესია შავი შოკოლადი, 1,50 გრამი ჩაატეხოთ. თუ გინდათ 100 გრამი, თქვენ ნებასურვილზეა და შესაძლებლობაზე. მე მაგალითად შავი შოკოლადს არ ვამტვრევ, ეხლა ჩავაგდე
10 გრამი შავი შოკოლადი, ჩემ ქმარს ვარიდებ შოკოლადს, ეიდება არ მირთმის და ჩავაგდე ცოტა ალბათ 1-20 გრამი ისა რძიანი შოკოლადი, ოღონდ ლაქტოზას გარეშე და ეგ არაფერი არ არის რა. მოკლედ, თუ გინდათ ჩაატეხეთ 1-50 გრამი შოკოლადი, 2-3 კოვზი თუ ძალიან მწარე გინდათ, მე ვუკეთებ 2 სუფრის კოვზი კაკაო. ჩვეულებრივი უშაქრო კაკაოს ვუკეთებ. ჩავაყრი, მოვთქვეფავ რძეში, სანამ ჟელატინი ლბება. და სტევია 1 სუფრის კოვზი და ნახევარი ვუკეთებ სტევიას. თუ ცოტა მეტი ტკბილი მინდა ხოლმე რომ ჩემი ქმარი ძალიან უფრო ტკბილისკენ გავახარო, კიდე ცოტა დამატკბობელს ვუკეთებ. სტევიას არა, ისე პაკეტების დამატკბობელს. თქვენ თუ გინდათ შაქრით გააკეთეთ, არ ვიცი, როგორც გინდათ, რძე გასინჯეთ, როცა მოგეწონებათ, რომ კარგ სიტკბოზია თქვენთვის, კარგია. და ის ჟელატინი დაუმატეთ. ნელა-ნელა ესე იმაშვები ხოლმე, მოურევ კარგად რომ ჟელატინი გაიხსნას და ჩავასხავ ფორმაში, ეს გამოდის აი ასეთი სიმაღლისა, დაახლოებით ასეთი 20 სანტიმეტრიანი ფორმა. და მაცივარში 1-2-3 საათით. გუშინ საღამოთი არ აქონდა დესერტი და უცებ გავაკეთე. გაცივდება და მე მიირთვით გინდა, დაჭერით გინდა, ლამაზად ამოჭერით. ხო, ყალიბს უსვავ ზეთს, ოღონდ ძალიან ცოტას, ისე რა, ოდნავ, რომ მე ადვილად წამოვარდეს. თუ გინდათ ჩააფინეთ ქაღალდი, თუ გინდა, ვიღაც გინდა. თუნდა ფორმებში ჩაასხით. მე ფორმებშიც ჩავასხი და მე გადმოვაგდებ. ხშირად ვაკეთებ. მე რამდენი ვილაპარაკე არა და მინდოდა რომ გამეზიარებინა. მოკლედ 9 ლიტრი რძე, 12 გრამი ჟელატინი, შაქარი ან შაქრის შემცვლელი, როგორც თქვენ გემოვნებას უნდა რძე გასინჯეთ, უკვე კაკაოიანი რძე გასინჯეთ, შოკოლადი საერთოდ ეხლა ცოტა შოკოლადი ხო აქვს, ამის წინ საერთოდ არ გამიკეთებია შოკოლადი, ისე გავაკეთე. ეს შოკოლადს რო ვუკეთებ, ერთ ფენას იგდებს როგორ გაჩვენოთ ახლა ვიტყნავ. აი ესე ზემოთა ფენას იგდებს შოკოლადს. ანუ ხდება კნატუნა და მაგიტო და მე არ მომიტანია ისა. ხელსახოცები. ამით გაწმენდილი ხელი ხო იცით რაც არის. მაგრამ მეტი გზა არ მაქვს, ეხლა ვერავ ვდგები ვერ წავა. კაბაზეც ვერ გავისვა. ხო და იმის თქმა მინდა რას ვამოვდით 12 გრამი ჟელატინი, შაქარი, როგორც გემოვნებით დაატყეთ, რა ვიცი მე ხა ზუსტი თუ ვის ძალიან ტკბილი უნდა, ვის ოდნავ, მე ძალიან ტკბილი არ მინდა. ხო და გააციეთ და როცა გინდათ უდაბლესი კალორია აქვს, სასარგებლოა, იმიტომ რომ ჟელატინი აქვს და კოლაგენია ჩვეულებრივ. და ასე შემდეგ. ეხლა ეგ მორჩი. თუ მოვახერხე და თქვენ წინ გავაკეთე რეცეპტი, არაფრის პირობას აღარ ვიძლევი, ძალიან უპირობო ვარ, ანუ ჩემ თავსაც აღარ ვაძლევ არაფრის პირობას. ეხლა რა ხდება? 1 საათზე მეტია, დღეს საღამოთი არ გავსულვართ და 1 საათია მეტი ჩემ თავს ვეჩჩინებ. ნანადექი ვიდეო ჩაწერ. ნანადექი ვიდეო ჩაწერე და ვერა, მეზარება არ მინდა და მე ახლა მერე ვთქვი, ნანა, აი უბრალოდ შევარცხვინე ჩემი თავი. ინაჩე მე რაშია საქმე ვიდეოს რო წერო და მე ვთხარი ცხენია მეთქი და კიდე კარგიო? გავჭრი. კიდე კარგი რო ცხენიაო. ხალხო, არა მაქვს გული და ნერვები. ძალით ვიგიჟებ და ძალით ვიჭკვიანებ თავს. ძალით ვერევით როგორ გითხრათ. მომდის თქვენი გულები, კომენტარები, როცა შემოდის შეტყობინება, ხანდახან ვხედავ, თუ ტელეფონთან ავარ, თუ არა ვერავ ხედავ, მაგრამ ვხედავ. მადლობა, ია, თეა, ხშირად ვხედავ ამ ადამიანებს, რომ გულებს მიგზავნით და მე ვხვდები, რომ ადამიანები მეუბნებიან ნანას ადახარ და მადლობა, ვიცი რომ მელოდებით, ვიცი, ბევრი ადამიანი პირადში არ ამწერს, რომ არ შევაწუხოვო, ვინც მწერთ, მადლობა, ვინც არ ამწერთ და მადლობა.
ჩემი მხრიდან კიდე ბოდიში ხალხო ეხლა უყურე რა ხდება იცით ალბათ ვინც მე მომდევთ და გულშემატკივრობთ და ბალეშიკობთ კონტროლები მქონდა მაგ ამ სექტემბერში მამოგრაფია ეკოსკოპია გავიკეთე და ანუ კერძზე არაფერი არ მაქვს არა მაქვს კიბო ახალი კიბო არ მაქვს მაგრამ სასიხარულო ძალიან გამიხარდა ის დღე ძალიან ვინერვიულე ამ 2 წელია თუ 3 ხალხო რამდენი 2 წელია 2 წელია არც ერთ კონტროლზე ესე არ მინერვიულია როგორც ეხლა იმიტომ რომ გული მიგრძნობდა და ძალიან შეიძლება ვმალავ შეიძლება არა ვწუწუნებ არავისთან და ასე შემდეგ მაგრამ ძალიან ვნერვიულობდი აი ძალიან ნუ რომ მორჩით ეს ქალაქ ბარში ვიყავი ეს ეხოსკოპია და მამოგრაფია და ყველაფერი კარგათა ნუ მე ქირურგის ონკოლოგი ქირურგის კონტროლი ეგეც გავიარე ხო და ნუ კაი მაგრამ მე იყო სისხლის ანალიზი რომელიც ასევე არის მთავარი ასევე არა მთავარია და მაგის შიშიც მქონდა მაგის შიში არა მქონდა დარწმუნებული ვიყავი რომ ცუდად იყო საქმე ინოჩეტეს მანამდე ვუთხარი რომ იცოდე მეთქი კიბოს მარკერი მაღალია რა იციო უფო გამომლაძღა გამომთათხა კაი გარჩევ მერე მოვიდა პასუხი იყო გუშინ წინ არ მახსოვს 4 შაბათს აი მე რა დღეა ხალხო აღარ ვიცი დღეს 5 შაბათია გუშინ წინ 4 შაბათს უნდა ყოფილიყო მაგრამ ეს ჩვენი ეკთანი ბიჭი წავიდა და იმან მალე გამოიტანა ხო და ხო და მარკერი წინაზე ვიცით ხო განახევრებული მქონდა და ჩამოსული იყო ძალიან და ეხლა არის გაორმაგებული მე ვიცოდი ეს მეთქი რა იცოდიო როგორ აქცნობ ეხლა არ თქვენთან არ მინდა იმის თქმა როგორც ვიგებ და როგორ იციცავ გრძნობ ჩემი კიბო როცა ძლიერდება როგორ ნუ ეხლა მთელი ორგანიზმი რო ეგ სხვა საკითხია მთელ ორგანიზმს როგორ აგრძნობ მაგრამ ვგრძნობ მე აქ უკან ის ერთან ხო და ვიცოდი მაგრამ ის არ ვიცი რატომ ეს ზაფხული ცუდად ვიკვებები ანუ იმის თქმა მინდა რომ საკმარისად არა მაქვს იმუნიტეტი ძლიერი არ ვიცი აი ვეძებ მიზეზებს ცუდად ვიკვებები ახლა მე იმის პრობლემა კი არა მაქვს რომ რამე ვერ ვიყიდო და ვერ მივირთვა იქიდან გამომდინარე რომ ხილს არ ავჭამ ჩემი ხილის ჭამა შემოიფარგლება საზამთროთი 1-2 ნაჭერი საზამთროთი და რაჰა დახან კვირაში ერთხელ ანატამი ან ვაშლატამა ატამი არა უფრო ვაშლატამა 1 ცალი და არაფერი რა კენკროვანებს ვჭამ გაყინულ კენკრას მივირთმევ მაგას უფრო არა ვფიქრობ ხოლმე კიბოზე მაგას ვფიქრობ შაქარზე ნუ როგორც არის რა არ ვიცი ახლა რატომ მოხდა როგორ მოხდა არ ვიცი ფაქტია მოხდა მე სულ ვამბობ რომ მე ცუდი კიბო მაქვს და იმიტოა ჩემი კიბო ცუდი რომ არა მაქვს მე მკერდის კიბო ანუ არ არის აი მე და აღარც მინდა კი ხოლმე ისა მაგრამ მაინც ხომ მინდა ხოლმე რომ ვთქვა რა ხო და იმიტოა ცუდი რომ დასკვნაში წერია რომ ეს დიაგნოზი შეიძლება იმითაა ცუდი რომ შეიძლება გამოვლინდეს სხეულის ნებისმიერ მოიცვას ნუ ამ კიბომ სხეულის ნებისმიერი ადგილი ანუ არავინ არ იცის დადის სისხლში და სადაც იპოვის ალბათ სუსტს იქ და გარტყავს არ ვიცი რა მოკლედ ხო და
ეხლა რო გითხრათ პირველი ელდა რა თქმა უნდა ყოველთვის ის არის რომ დაგცემს და განადგურებს და რამდენადაც არ უნდა ვთქვა რომ აი მე ვიცოდი და მაგრამ რო ფაქტის წინაშე ხარ მაინც დარტყმა ხო? ხო და ეხლა 25 სექტემბერს ანუ დღეის სწორ ხუთშაბათს მაქვს კონტროლი უკვე ონკოლოგთან ანუ მკურნალი ვინც არის ჩემი ოპერაციის შემდეგ ვინც მაკონტროლებს იმ ონკოლოგთან მაქვს კონტროლი ეს უნდა წარმოვადგინო ყველაფერი და ვნახოთ რა სიტყვის ну რავი ვნახოთ რა იქით ჩემი ქმარი ბღავის კიდე ხო და ვისაც გაინტერესებდათ მეთქი ჩემი ამბები, რაღაცა კუთხით კარგად არის საქმე, რაღაცა კუთხით ვერავართ კარგად, მაგრამ აი დარდი. ეხლა ჩემი ქმარი მეჩხუბება ხოლმე, რომ ნანა რაღაცას თავს იტვირთავდა, როგორც ზედმეტ რაღაცას ეს ამას ნუაკეთებ და ამას ნუშვები და იმას რაღაცას, რა? საქმე, საქმეზე ვამბობ. დაახმარე გოგო შაბათს აღარ მოდის, ეხლა მოდის ორ შაბათს, სამშაბათს, ანუ წინა კვირას იყო სამშაბათს, მერე ორ შაბათს უნდა მოსულიყო, არ მოდის იგვიანებს, არ მოდის იგვიანებს. დაურეკე მეოთხარი. ხო მშვიდობა გაქვს მეთქი, ხო არაფერი, იმიტომ რომ პასუხისგებლიანი. რა ზამობ, ხვალე არ უნდა მოვიდეო. ქალო მეოთხარი შევთანხმდით რომ ორ შაბათს. უიო, მეო კიდეო რაღაცნაირად ესე იმას გენიო რომ სამშაბათს. ახლო ვარო, მითხრა მანდვე ვარო ბარშიო და ეხლავე მოვალო. კი იყო 9 საათი გასული, მაგრამ ანუ ხვალე მოვალო. ვაიმე მეოთხარი ეხლა მოდი, იმიტომ რომ ხვალე კიდე ჩემქმარს უთხრა ადრე ადექი და გარდსახლი და კიდე ერთი პრობლემაა მეთქი და მოდი. ხო და მოვიდა ეხლა და ეხლა ამერია ეგ გრაფიკიც, მაგრამ უფრო მაწყობს. შაბათს თავისუფალი უფრო მინდოდა. ხო, ეგ რაზე მოვაყოლე? ხო, საქმეს რო ვაკეთებ. ხო და ინოჩენტე მეჩხუბება ხოლმე რომ ამას ნუაკეთებ და იმას ნუაკეთებ და ეხლა ის რომ მოვა დამხმარე შენ ტკინო მიადგები და აკეთებ, მაგრამ რა იცის რომ მივადექი და მთელი კარებები მე გავწმინდე და მთელი ის პერსიანებს რა ქვია, ჟალუზები თუ რა ქვია, დარაბები, ყველაფერი მე გავწმინდე და ყველაფერი მე გავაკეთე და ვიქნებდი ამ ხელფეხს. არ მოთხარი, მაგრამ რა არიცი? მეოთხარი, სანამ ვარ ვიქნები როგორც ნორმალური ადამიანი. თუ ეხლავე როცა შემიძლია და ჯერ ისევ მაქვს ენერგია და ჯანი მაქვს და მომდევს და შემიძლია რაღაცა გავაკეთო, ის რომ ვაიმე არ დავიტვირთო და არ მინდა. როცა დამაგდებს ეგო ხელი, ხო და დამაგდებს და დამაუძლურებს, მეც მეყოფა გდება და ისა ეხლა სანამ ცოცხალი ვარ, არაფერს არ გავჩერდები. არაფერს ახალი საყურებს ხო ვაკანკურებ, ხალხო, ესე იმ დღეს გავიკეთე. თოთ გადავდივარ სხვა თემაზე. თორემ მე იტყვით აბდაუბდა ლაპარაკობ, არა ვლაპარაკობ აბდაუბდა. ისა 14 წვილიო როგორ იყიდეო? მანამდე ხო 4 ვიყიდე თუ 5 ხარ, ვის გახსოვთ? სად ინახავ? აი ესეთი სამსართულიანი კარგი ხდამავს, ყველა მომეტანა, თავის დაანაყოფები აქვს სულ კვადრატებით და ყველა დევს თავის ადგილზე, არაფერს არ უნდა ძებნა, არაფერს. აწევი იპოვი ძირში სამაჯურები და ისინი ბროშკები მიწვია, მე ცოტა დიდი რამე, მე პატარები და ასე შემდეგ. ხო და ესეც ერთ-ერთი ახალ თაგანია. ჯერ ყველა ხوارც გამიკეთებია. ერთს რო გადავეკიდები, რომელიმეს რო გემრიელად ვიყენებ და მომწოს, ხო მე სხვა რამეზე გადასვლა მიჭირს ხოლმე. ეხლა ჩამომივიდა ქვეყანა კაბები, უკები, რავი რეები ვიყიდებეც არ ვიცი ხალხო. ზოგი მომეწონა, ზოგი არ მომეწონა, ნუ როგორც არის. მაგრამ სამკაულებთან დაკავშირებით ჯერ გულის გაცვლება არ მქონია და არც მექნება, იმიტომ რომ იმდენად ძალიან ბევრი იყიდება, ძალიან მაგაზე დაბალ ფასადაც ყიდიან TikTok-ზე სამკაულებს, ძალიან ბევრია და თქვენ ალბათ იცით რა ვიცი ვინც უყურებთ, მაგრამ ჩემები რო არიან ეს ნანიკოს სამკაულები, ეს ჩემები რო არიან ამნაირი არავის არ აქვს ხარისხი რა, აი შორიდანაც რო ეტყობა. ხო და ეხლა რა მომდის, რა ჩამოდის იცით? დღეს დამირეკეს. შაბათს ჩამოვაო და მეოთხარი კვირას მოვალ მეთქი, მე საერთოდ კვირას მივდივარ ხოლმე ამანაც სასაღებად და ნაკლები ტრაფიკია ხოლმე და მაგიტო თორე სხვა გრამიტო. ხო და
კვირას მოვალ მეთქი და მერე დამარტყა თავში რომ ჩვენ კვირას სახლში არა ვართ ბატონო არა გავდივართ კვირას მივდივართ იქა პადრე-პიოზე ხო და არ ვიქნებით და ინოჩეთ ეხლა მეუბნებოდა ნანა რო დავბრუნდებითო მაშინ არა მე ვთხარი რა წავიდეთ დაღლილი იქნები ეს არა მე მეთქი სხვა დღეს წავიდეთ რა მომდის შარფები შორიდან მინდა ვთქვა რომ ზღაპარი შარფებია აი ზღაპარი რა ღირდაო ეხლა ფასი თუ გაინტერესებთ მე მგონი რომ ზოგი ღირს 25 ზოგი 30 ხარისხზე და ზომაზე იყო დამოკიდებული და მე ავიღე მგონია რომ 30-იანები იმიტომ რომ აი 4 კუთხედები რომელიც მე 3 კუთხედად იკეცება რაღაცნაირად ვერ ვიყენებ მე მაგას არა და ძალიან ლამაზად შეიძლება გაკეთდეს დიდები ოღონდ პატარები კი არა და მე უფრო აი გძელები და შარფები და მე ხო იცით რომ აი სუსტი წერტილია ვერა ხო და შარფები მომდის საფულეები მომდის ორი საფულე შარფი 4 და სამაჯურს მიგზავნიან საჩუქრად მაჩუქეს კარგი ძვირფასი გაჩვენებთ მე რა თქმა უნდა გაჩვენებთ რა თქმა უნდა ვამბობ რა თქმა უნდა გაჩვენებთ ხო და ერთი სულით ველოდები მოკლედ ცხოვრობ ჩვეულებრივ ხალხო ყოველდღიურობა ჩემი ხო იცით რაც არის გავდივარ შემოვდივარ საღამოთი გავდივართ მანქანით ჩემი ძმა სუმაგას დამცინის წამოწოლა არ დაგავიწყდეთ სადილის მერე წაწოლა არ დაგავიწყდეთ არა მივთხარ მე რო იტალიაში ჩამოვედი ორ რამეზე მაგრამ ორ რამეზე დავცინოდი სულ იტალიელებს და სულ არ მესმოდა რანაირად აკეთებენ ამას მეთქი ერთი ის რომ ყოველ დღე წამოწოლა და შუა დღის ძილი ნუ ხან ვიძინებ ხან არა ეხლა საერთოდ არა მაქვს ძილი არც დღე და არც ღამე მაგრამ ნუ ეგ სხვა თემაა ხო და მაგაზე სულ ვამბობდი რანაირად შეიძლება ყოველ დღე წამოწო იმიტომ რომ მე სახლში არასოდეს შუა დღეზე არ წამოვწოლილ ვარ სანამ აქ ჩამოვედი ხო და ერთი მაგაზე ვამბობდი რანაირად წაწვებიან ყოველ დღე თქო და მეორე რაზეც მართლა დავცინოდი რომ მუშაობდი აივანზე ვიჭექი ხოლმე საღამოთი და ხალხი ცოლქმარი წვილები რა ნუ ახლა ახალგაზრდები რო გადიან და ახალგაზრდები რო სულ გადიან და ნუ მეგობრებთან და ეგ არ მიგვეს არა ჩვეულებრივი ამბავია ჩვენთანაც იქაც ყველგან ხო მაგრამ მხედველობაში მაქვს ასაკიანი წვილები ყოველ საღამო გარკვეულ დროს 6 საათზე 7-ზე რა ვიცი ვისაც როგორ უნდა 5-ზე ჩაიცმევენ გამოიპრანჭებიან ახლა ჩვენ მანქანით გავდივართ და ქალაქიდან გავდივართ და ვინც მანქანით არ გადის ხო ჩაიცმევენ ჩვეულებრივ გამოიპრანჭებიან და სასეირნოდ გადიან ან თავის ქუჩაზე ან ცენტრალურ ქუჩაზე ვილა ქვია იქ საყასად ასეირნობენ ცენტრებში ცენტრ ადგილებში რა ეხლა მიყრუებულ პერიფერიებში არავინ ისეირნებს ხო და და ვამბობდი არ ეზარებათ საღამოა უკვე ისა და ჩაიცმევენ ესენი და გადიან ეხლა და დასეირნობენ მე მივლენ სახლში ივახშმებენ მე ტელევიზორი დასვენება და რა და ეხლა მეთქი ჩემს ძმას ვეუბნებოდი მე ვაკეთებ ზუსტად მაგორივეს ზუსტად რაზეც მეთქი მე ამათ დავცინოდი ზუსტად მე ვიქცევი მასე მეთქი რომ ყოველ საღამო არიქა ჩაიცვი გაებზადე და გადი რაღაცა რა ვიცი აყავადალია რაღაცა ხო ეგრე კიდე რა უნდა მეთქვა რა ვიცი TikTok-ს ხო ვუყურებ ეგ რა ვიცი არ დაგტვირთავთ მაგ ამბებით რაც გიჟობები და სულელობები და მთელი საქართველო რაზე არის გადართული და ვაიმე მაგებს არც ვაპირებ არც განხილვას და არც გამოხილვას არც TikTok-ის მათხოვრების განხილვას არ ვაპირებ აკრძალა TikTok-მა იმის დადება პირადი ნომერიო აკრძალა მაინც ახერხებენ მაინც მოახერხებენ მაინც ამათხოვრობენ ვინც დაჩვეულია მაინც ის იმას უჩივის ის იმან უჩივლა და იმას შვილები წაართვეს ის ქმარი გაექცა და ამას ვიღაცა წერს, ხრინავს, ძინავს საღამე გათლაყული და 10,000 ადამიანი უყურებს.
მე ხო ავსკროლე, მე ხო შევხედე. კაი, მე ავსკროლე, დაუშვათ სიტყვაზე ჩემნაირი 1-2000 იყოს, რომელმაც ასკროლა და გაანება თავი, მაგრამ საათები ხო უყურებს იქიდან 1-80% არა? არ ვიცი რანაირად შეიძლება. ან მთელ საქართველოს ღამე რატო არ აძინავს, ეგეც არ ვიცი. ის ვინც TikToker-ია და თამაშობს და მათხოვრობს თუ რასაც თავის საქმეს აკეთებს, ხო აკეთებს, მაგრამ დანარჩენ მთლიან საქართველოს რატო არ აძინავს ღამე, მაგას ვერ ვიგე. რაფრით ვერ გავიგე. ეხლა ხალხო, კიდე რა გითხრათ ახალი? რო აწევენ ხოლმე და უკანის მარკა აკვრია, ისე არ იყოს მეთქი, როგორ მე არ მეყვარს მეჯავრება, ხო და? ეხლა კიდევ რა მოგახსენოთ? ხო და ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობ მეთქი გეუბნებით, ჩვეულებრივ ძალიან ცუდად ვხარჯავ და ვფლანტავ ფულებს, ჩემი ქმრისას თორე ჩემი სადმატიალია. ეხლა ხო, აი ჩამოვიდა დღეს დამირეკეს და წამოდი წაიღეო, ბარში მიტოვებს ხოლმე ავონი. თქვენ რაც გინდა ისა თქვით, მე ისა ვიღაცამ ადრე დამიწერა, რომ იმის საშუალება თუ გააქო, რომ ისაო ლორიალი იყიდო, მაგ ხალხო, მე არ ვამბობ, რომ ეხლა არიქა და ისე არც მილიონერი არაფერი არა ვარ, არც მდიდარი არ გვეთქმის ჩვენ არანაირად, მაგრამ იმის საშუალება კი მაქვს სიტყვაზე, რომ გინდა ლორიალი ვიყიდო, გინდა კიკო ვიყიდო, გინდა პრიკო, მაგრამ ძალიან კარგად აგრძნობ თავს დეკორატიული კოსმეტიკა მაქვს მხედველობაში. კრემებს და ამას და იმას მე არ ვიყენებ. არაფერი არ მისვია ხალხებო. რა უნდა მოხდეს, აი გაზაფხულზე მქონდა ძალიან ცუდ დღეში, გამომიშრა, არ ვიცი ის ბრალი იყო, კანი იყო და გამომშრალმა, ფიქრიას გამოგზავნილი კრემს, ერთს რო წაისვავ, ერთი კვირა დატელიანებული გაქვს ისეთი, გინდა დაიბანე, გინდა ისა, ძალიან მაგარია. ძალიან რამე სუბუქი გარნიერი მაქვს ხოლმე, ხან გარნიერს ვიყენებ, კრემებს მოკლედ მე დიდად არ ვიყენებ. და დეკორატიული კოსმეტიკა ჩემი არის ავონი და კიკო. შემიძლია კი ვიყიდო, გინდა მაკს ვიყიდი, გინდა რასაც გინდა ვიყიდი, არ არის პრობლემა, იმიტომ რომ დამიჯერეთ მართლა არ არის პრობლემა, მაგრამ აი ამით მაგალითად, აი ეს დეზადორი. ვინც ახლა ავონში ხართ, რა ვიცი, იცნობთ ალბათ და იცით. მანამდე ვიყენებდი ნივიას. ეხლა გადავედი ამაზე. ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან უზომოდ. ხო და ეხლა ავდექი და ორი შევუკვეთე. ეს სულ მჭირდება და ფრჩხილები, ნუნების ასაწევი ეს არის. ეს ლაინერია, რომელთაც ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ მდგრადობით ვერაჯობია კიკოს. კიკოს წყალმდგრადი ბოლოს რო ვიყიდე, არ გამომიყენებია, იმიტომ რომ თვალიდან კარგად ვეღარ ვხედავ და ეს უფრო კომფორტული გამოსაყენებელია იმ ხრივ, რომ თვალზე ვგრძნობ. კიკოსი ფუნჯს, ანუ ფუნჯი არ არის წვერი, აქ ისეთი მყარი, რომ ვიგებს ადვისვავ, ვერ ვხედავ. ხო და კიკოს აქვს ძალიან წვრილი ფუნჯი, ძალიან გრძნობი არის და ფაქტიურად ვერ ვიგებ, ვერ ვგრძნობ უკვე, ვერ ვხედავ და ამიტომ ეს ვარჩიე ეხლა როგორც ლაინერი. და ის კიკოსას თან ჩემი საცოდაობა უნდა ნახოთ, წავისვავ, გავიკეთებ სათვალის, დავინახავ, აჰა, სად გავასწორო, მერე კიდევ, მაგრამ მაინც თავს არ ვანებებ, მაინც ვისვავ. ეს ტუჩის ფანქარია. რო გითხრათ, რომ დიდი რამეა, მეთქი, დიდი რამე არ არის, მაგრამ როგორ ვთქვა დაიცა? ადვილი გამოსაყენებელია, ანუ არის ფანქრები რო გაწამებს, ზოგი ძალიან რბილია, ზოგი ძალიან ხმელია, ზოგი როგორია და ეს ძალიან ნორმალურია. ეს ჩემი პომადა უცვლელი, ამის გარეშე მე არა ვარ. სულ არ ვიცი, დედაჩემი ცოცხალი იყო, რომ დავიწყე პერიოდულად პომადები მომწონს, კიკოს პომადები მომწონს, პერიოდულად ვყიდულობ ხოლმე, როდესაც რამე ფერი მინდა. ამას ვყიდულობ სულ ერთი და იგივე ფერი, შიკი ქვია ამას,
ამ ფერს არის ნეიტრალური სკენარი უფრო და ფანქარი თავსვავ ხოლმე რა ფერიც მინდა იმაზე და რა ქვია კრემისებურია მე მატი და ეგეთი რამე პომადები მაწუხებს ვერა ხო და იმის თქმა მინდა რომ ეს სულ უნდა მქონდეს მე არ მაქვს ლორიალის თხევადი პომადაც ამაქვს ისიც ესეც ასეც ისეც მაგრამ ამის გარეშე ვერა ვარ ხო და ახლა ისინი მოვიდა რამდენი ისა იყო 36 ფასაკლებებში იყო თან და გონი 36 ევროსი ბარის ბიჭი იხდის ხოლმე და მე ვაძლევ ფულს ხო და იმის თქმა მინდა ფანტავ ფულებს ვყიდულობ რაღაცებს რა ვიცი რაც გამიხარდება და ბედნიერი ვარ რომ ბევრი საყურეები მაქვს თან ისეთი საყურეები რომლებიც მომწონს ძალიან ბედნიერი ვარ აი ძალიან ხო ეს ბეჭედიც ეხლა ვიყიდე რა ვიცი გაჩვენეთ თუ არ გაჩვენეთ არ მახსოვს ხო და ესენი არა ესენი ძველები ხო და ასე ამ დღეში ვარ ხალხო მაგ ყიდვებით რაღაცნაირად ვიქარვებ თავიდან როდესაც გავიგე რომ კიბო მაქვს ყველაფრის სურვილი დამეკარგა აი მე როგორაც ხელა ეხლა ის არის აქაც დაკეტილია იქ შუაკარებიც დავკეტე ხო ჩვენთან საქართველოში მგონი ცივა არ ვიცი გერმანიაში რო ცივა დაყინავს ვიცი და ჩვენთან დღეს ცოტა დაიწია ტემპერატურა 23-4 გრადუსი იყო და გრილა ვითომ გრილა ხო და ეხლა აშკარად ამცხელა და ისა ჯობია რომ ისა აი ეს აი მის კარები გავახო 1 წუთი იმედია ხმაური არ შემოვა ხო და ვაიმე და ჯერანა დასკამდი უწეღან არ მithქვია ხო ისა ერთი დამიწერა ვაიმე როგორ არ კომენტარები აბა ამდენი ხანი რო გადის კომენტარები ვაიმე და როგორაც ცივა გარედან ისეთი ცივა არ შემოვიდა რა გითხრათ ერთი კომენტარი დამეწერა რომ ისაო მაგ რატო ამბობ ვაიმე ხა ამდენი ხანი გავიდა და კარგად არ მახსოვს მაგრამ ფაქტი იყო რომ რატო იწევლებიო ანუ შენ თავს რატო წევლიო დასკამდიო რატო ამბობო დასკამდიო იქ კი დავწერე რომ არ მეგონა ეხლა თუ დასკამდი და ასკამდი წევლა იყო არ ვიცი მეთქი და არ ვიცი რატო დამიწერა მეგრელია ის ქალბატონი ვიცი მე ადრე კი კარგად ამლანძღა ხო და ესა არ ვიცი წევლად არ მიმაჩნია ნუ ვაიმეო რო ამბობო ეგო ხო ვაიმე არა თქვა გავიგე ხო მაგრამ იმდენად ამაკ მიჩვეული პირი და ესა ტვინს არც ეკითხება ისე ვამბობ ხოლმე მაგ ვაიმეს მესმის რომ არა თქვაო ეგ ხო მაგრამ დავსკამდი და ავსკამდი რატო არის წევლა ეგ მართლა ვერ გავიგეო ოღონდ არ ვიცი ვერ მივხვდი ვაანალიზე მაგრამ ვერ დავაკავშირე დასკამდი რატოა წევლა რავი არ ვიცი იმ ადამიანმა ალბათ იცის და მე არ ვიცი ხო და ხალხებო როდესაც მეთქი კიბო და მე გავიგე და კიბოს პირველი ეტაპი გადავწყვიტე რომ არაფერს აღარ ვიყიდიდი და არაფერი არ მინდოდა აი გადავწყვიტე რომ არ აღიქდა არაფერი და რა ჯანდაბათ მინდა და რათ მინდა ხო ეხლა უყურე გადავიარე აჰა ძაღლი გადავიარე ეგ ეტაპი და ეხლა ვფიქრობ, რატომაც არა, მე რაც გამიხარდება, მე როგორც ჩემი თავი მომეწონება, მე როგორც მინდა ზუსტად ისე გავაკეთებ. მე ინოჩენტესაც ვეუბნებოდი, როდის იყო ამ 1-2 დღის უკან მანქანაში ვიყავით და არ ვიცი რაზე ვსაუბრობდით, რა ვიცი და მე ვთხარ, ეხლა მეთქი, წარმომიდგენია რომ შენ ვერ იგებ და დაუშვათ ვერ არაფერს არ მეუბნება, ან ესე არ გააკეთო და ამის არ იყიდო და პირიქით, მაგრამ მე ვთხარ, ხა მე მესმის მეთქი რომ შენ ვერაფრით ვერ გაიგებ, რომ მე 14 წელი საყურე რატომ იხარია და ან რაც მინდა, ხო? ჯერ საერთოდ მამაკაცზე გარესმის, მაგრამ მით უმეტეს ხარ რა, მაგრამ მე ვთხარ, აი რო ვიცი რომ ყველაფერი ის რაც მომწონს მაქვს და ყოველდღე ავდგები და აი რომელი საყურეც მომწონს იმას გავიკეთებ და სიამოვნებს
რა ვიცი, მეთხარ შენ ვერ გაიგებ, მაგრამ მე მაგალითად ძალიან ბედნიერი ვარ მაგით. მეთქი და მაბედნიერი. ხა ბედნიერება რა არის? ბედნიერება ზოგმა წარმოიდგინოს, რომ ადამიანს თუ ფერარი არ აყავს და მილიონები არ აქვს, ბედნიერი ვერ იქნება, ეგ ხო ვიცით, რომ მასე არ არის, ხო? ბედნიერი არის ადამიანი ხალხო დამიჯერეთ. ჯერ ახლა ის ბანალური თემები, როცა ყველა კარგად აკყავს, ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ ბედნიერება ის არ არის, რომ მუდმივი იყოს, მუდმივი და ისა არაფერი არ არის, მაგრამ ის არის, რაც გაქვს იმით, რომ ხარ კმაყოფილი. აი, ბედნიერება ეგ არის, იმიტომ რომ თუ არასოდეს არაფერი არ გაკმაყოფილებს, ადრე მე ხო დამიწერა ერთმა ჩემმა მაყურებელმა, რომ მე ნეტა შენო, რომ ყველაფერი გაბედნიერებსო. აი, იმაზე იყო საუბარი საჩუქრები, რომ საჩუქრებს რომ ხსნიდი და ბედნიერი ვარ და უფნედა შენ რომ ყველა პატარა რამე გაბედნიერებსო მე ყველაფერი მაქვსო და არაფერი სო დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვსო და არაფერი არ მაკმაყოფილებსო და არაფერი არ მაბედნიერებსო და მაგან თუ იფიქრა რომ მე თუ ისე დაწერა თავისი ალალი გულით, კაი მესმის, მაგრამ თუ ისი ფიქრა რომ მე დამაკნინებ და იმით რომ მე პატარა რამე მაბედნიერებს, არა ბატონო, პირიქით, ჩემთვის კომპლიმენტი იყო, იმიტომ რომ მე პატარა რამე მაბედნიერებს, მაკმაყოფილებს ის რაც მაქვს და ყოველდღე მადლობას ვეუბნები ღმერთს. და მაგით ახარ ყოველდღე ვეძებ შინაგან ჰარმონიას. მაგითი ბედნიერდები, თორემ თუ გაქვს შინაგანი შფოთვა, თუ გაქვს სულ მუდმივად დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, თუ გაქვს რომ არავინ და არაფერი არ მოგწონს შენ გარშემო, არ ახარ კარგად არავისთან, აბა რანაირად იქნები ბედნიერი, გინდა მილიონი გქონდეს და გინდა ტრილიონი, რანაირად იქნები აბა ბედნიერი, ვერა. ხო და ასე რომ ჩემი ბედნიერებები პატარ-პატარა რამეშია, რა თქმა უნდა, ეხლა ის ბედნიერება და ვაიმე, ეგეთი ბედნიერებები, რა ვიცი, ალბათ მე ღმერთმა ყველა ჩემიანი კარგად მიმყოფოს, მაგით ვიქნები ყოველთვის ბედნიერი და უბედნიერესი და დანარჩენი ისე ჩემი საკუთარი პატარ-პატარა ბედნიერებები მაქვს. ხო, ეხლა ვუყურებ და აი ეს საფირმო ბრენდებზე ხოა გაგიჟებული ეს ხალხი, ანუ ბრენდები, ეს ბრენდი ჩასაცმელი, ეს ბრენდი ჩანთები, ხალხო, ის ამაქვს ბრენდი ჩანთები, 1, 2, 3, 1 ვალენტინო მაქვს, 1 რა მაქვს ხალხო გუჩი, დაგუგლეთ, გაჩვენებთ ჩემ ჩანთას, არ ვიცი გაჩვენებთ თუ არა წითელი, ეხლა აღარ გამოდის, ვინტაჟია, დაგუგლეთ, ახალებში ვერ ანახავთ, მაგრამ მეორადებში ეგ ჩემი ჩანთა ღირებულა 800 რაღაცა ევრო. ნახმარი, ანუ მეორადი რა, იმიტომ რომ ის არის აღარ არის ახალი ეგეთი არ გამოდის და ძველებში მეორადებში 800 რაღაცა ევრო ღირსო. ეს ეხლა რომელიც მიკავია ყავს, მოკლედ საფირმო ჩანთები ნუ იტყვით რა, მაქვს, ხო და ფიქრობ რომ ისეთ ფასებს აფასებენ საქართველოში მეორადებს ხო არ გავყიდოთ ხო? ხო არ გავყიდო, ფიქრობ, ჩემთვის. აზრები მაწუხებს, წვეტიანი. რა? ხომრო. ხომრო, დავწინი ვარ იმ ხალხებს, რომ ვინც აი ბრენდებს რო დასდევს და არიქა და ფულებს აყრიანო ემე. ხო მაინც გეტყობა ის ბრენდი ჩვენთვის კი არ არის კაცო გამოსული ეტილიანებისთვის. არა, იმას თავის მომხმარებელი ყავს. ვინ მეკითხება მე არა. მართალი ბრძანდებით, ვისაც როგორ უნდა ისე იქნება. ვისაც უნდა ბოლო კაპიკებს ჩვენთან ეხლა კიდე დაისეტყვა მგონი და აი წლების წინ იყო რომ დაისეტყვა ძალიან კახეთი და აღარ მახსოვს დაურიგეს თანხა დაზარალებულ გლეხებს დაურიგეს ნეტა რამდენი ხალხო აღარ მახსოვს 5000 6000 არ მახსოვს და მერე იყო რეპორტაჟი ვინ რაში დახარჯა ეს ფული და რა ქნეს და არ დამავიწყდება არასოდეს რომ
მივიდნენ და ერთხელ ეკითხებიან ქალბატონო ვაბაო როგორ მოიხმარეთო ის ფულიო ვენახს მოახმარეთო ამასო იმას აღწო კარსო რასო რა გააკეთეთო და უდგათ ერთი ჩამოფხავებული სახლი და არაო შვილო ეგეო ჩემმა ბიჭმაო ცოტა მივამატეთო ცოტა დევეხმარეთო მივამატეთო ჩემ ბიჭსაო და ძალიან უნდოდაო მერსედესიო და ეგე უყიდეთო და გარაჟი არ აქონდათ აი მის ქვეშ იყო გაჭერებული მერსედესი იყიდეს მაგრამ ბენზინის ჩასასხმელი ფული აღარ იყო ხო და აი ეგ მიკვირს ყოველთვის აი კი არ მიკვირს დავცინი ბოლო კაპიკები რატო უნდა გადაყარო იმაში რასაც მე ვეღარ მოიხმარ ისაო რა ქვია აი ეს ჩანთები რო უჭირავთ ბრენდი და სიტყვაზე 1000 და 1500 ლარი გადაიხადეს იმათ მინდა რომ გავახსნევინო და საფულება ჩვენი რამდენი გიდევ შიქ თქო უთხრა რომ შეიძლება მეტროს ფული არ ედოს ხო და აი ეგეთ ისევე როგორც ტელეფონებზე დავცინი ხალხს დავცინი ეხლა გამოვიდა უკვე მე როდის უნდა გამოსულიყო ხალხო სექტემბერში 9 სექტემბერს თუ როდის ერთსა ხედავ სად კაკაო მისვია და სად iPhone 17 ხო უნდა გამოსულიყო ამ ხალხმა ხო აიღო კრედიტები ვალები სესხები iPhone 16-ები იყიდეს ჯერ არ დაუფარიათ ეხლა ახალი გამოვიდა ის იმათი აღარა ვარგა უკვე ეხლა რა უნდა ქნან ეგ გაყიდონ ის ახალი იყიდონ არ ვიცი რატო აქ ადამიანს ეგ ჩადებული რატო არ ვიცი ვერ გეტყვით ჩემთვის არც ეხლა და არც არასდროს არ ყოფილა პრიორიტეტი ესეთი რაღაცები წარმავალი რამე ნუ არა ყველა ერთნაირი არა ვარ ჩემთავს ყოველთვის მაგით ვამშვიდებ და ჩემთავს ვეუბნები ნანა შენი საქმე არ არის ყველა ერთნაირი არ ვართ და ყველას თავისი აი კარგი ისა აქვს მამა ჩემმა იცოდა ხოლმე ყველას თავისი გაგება აქვს ზოგიო ყველას თავისი ბლის კამპოტი აქვს და მე არასდროს ვერ ვიგებდი პატარა ვიყავი და ვერ ვიგებდი ეს ბლის კამპოტი რა არის რატო არის ბლის კამპოტი და მე ცოტა რომ მოვიზარდე შევეკითხე რომ ყველას თავის გაგება აქვს და ყველას თავისი ბლის კამპოტი რა შუა შევიკი და მამა ჩემა მითხრა არ ვიცი თვითონაც იცოდა თუ თვითონ მოიფიქრა ისა იმ შუაშიაო რომ ის თავის ბლის კამპოტსო ვისაც უნდაო შეჭამს და ვისაც უნდა გადახრისო რატო იყო ბლის კამპოტი არ ვიცი ხალხო ან ეხლა რატო თქვი მე მომაგონდა და ვთქვი ხო და ეგრე ჩემო კარგებო მოვედი ეხლა რომელი საათია 9:15 წუთია ვახშამი მოახლოვდა ვახშმათ მაგ ქვეყანა რამე გაკეთებული მე თქვენ ის კი არა გეგონოთ უკნარა ხალი გავაკეთე ძალიან ბევრი ტოლმა წინაკვირას და ცოტა მლაშე მოვიდა თუ მე დამლაშდა ცხელებაში ვეღარ გავიგე ნუ გავყინე რამდენიღაცა ტოლმა გავყინე იმიტომ რომ არავინ არ არის იგაც აღარ არის რომ მივაწოდო ვინმეს მაინც მივაწოდო და რა ვქნა თქო და გავყინე ხო და გუშინ გამოვიღე და გავახო რომ გავხვა კომბოსტო მთლა მოკოდა და არ მინდოდა იმ მკვდარი კომბოსტო მოიფლაყვა ხო და გავხადე ეს პლაში ამ ტოლმას რა მოვახერხო რა გავაკეთო და დავალაგე ყალიფში ტაფაზე თუ რა ქვია დუხოვკის ჟარონაზე დავაჭერი ბატონო ერთი ცალი კაი დიდი კარტოფილი კუბიკებად მოვაჭერი ცოტა წყალი დავასხი კამა მოვაყარე პილპილი მარი და ვიცი მარილი ცოტა კარტოფილზე და შევაგდე ხუმელში ისეთი გემრიელი რამე გამოვიდა მარილი წაიღო კარტოფილმა აღარ იყო ისა მლაშე კამამ ხო საუკეთესო გემომიცა ხო და ძალიან გემრიელი რამე გამომივიდა მე საღამოთი ვთქვი მოდი მეთქი არაფერს არ ვაკეთებ და ტყუილა ეგრე გდებას გავაკეთე ჩემი ლავაშები მე გავაკეთე ისა მორტადელას ტოლმები ძეხვის ტოლმა აქ დიდი ძეხვები რო იყიდება იმას თხელი დიდი ძეხვები და იმ ძეხვში გულსართი ჩავდე გავახვიე და მივართვი გუშინ საღამოთი ჩემ ხვართ მე ვთქვი ბარემ არაფერს ვაკეთებ და
ეს ბადრიჯანის ესე გდია მეთქი ბადრიჯანი შევწვიდა დავნიურე ნიორი ცოტა ოდნავ ნიორი გაუკეთებულში ხო და ეხლა გვაქვს ქვეყანა რამე მისართმევად სუგუშინდელი დღევანდელი არაფერი არაა ხო და ეხლა გეგმაში მაქვს რომ ქათმის ფილე მაქვს და ეხლა მინდა რომ ქათმის ფილე გავაკეთო ფრანგულად მაგრამ არაჟანი არა მაქვს ეგეც არაფერი რძეს დავასხავ ხო და ღუმელში შევაგდებ ეხლა საღამოთი და ხვალე მექნება მზად ბატონო აი ესე წინა საღამოთ რო არაფერი საქმე მაქვს და გასართობს ვეძებ რაღაცებს გავაკეთებ ხოლმე მეორე დღეს გამომადგება ხვალე დილით უფრო მეტი დრო მექნება სასეირნოთ რო გავიდე და ვიჭორავ ხანსად და ხანსად აი ეგრეა ეგ არის სიმართლე ძალიან ცუდია ყოველდღე რო არ მოვდივარ ყოველდღე რო არ გიყვებით ჩემ ცხოვრებას მე რაღაცა მომენტები და ახალი ამბები ძველდება რა თქმა უნდა გასულები ვიყავით 1-2 დღე 1-2 დღე არა შაბათი კვირა უიკენდზე მე და ჩემი ქმარი 1 ღამე რა 2 დღე და 1 ღამე ხო აი ესეთი რაღაცა ამბები რო არის ხოლმე ახალი სიტყვაზე რაღაცა ისეთები რო არ მოვდივარ ყოველდღე მე რო ძველდება მოყოლად აღარ აღებს ხოლმე და აი ეგრე მოკვდა ნანა როგორც იუთუბერი აი ეგრე გამოვიდა ხო და ასე ჩემოკარგებო რა მეტი არაფერი არა მაქვს თქვა ეხლა მე ეს რო მივირთვი თქვენ როგორ აფიქროთ მე ვახჭამი კიდე მინდა მე მგონი რომ არა აღარ ამშია რა მივირთვა ისეთი სუმბუკი რა ვიცი თუ მომშივდა შევჭამდა თუ არა და არც რა ხო და ეგრე გუშინ წინ საღამოთი ნინოს გამოგზავნილი მზესუმზირა მქონდა დარჩენილი მოსახალი რომელიც იყო და მოვხალე და ეხლა იქ მიდგა ტელევიზორთან და საღამოთი იმას მივირთმევ ხოლმე ეს 2 დღეა მე და ჩემი ქმარი საღამოთი ფილმს უყურებთ ერთად ეს არა ხდება ხშირად იმიტომ რომ ჩემ ქმარს აქ დაავადება რა ქვია იმას პულტი უჭირავს ხელში და მიდის ეგ მოთქვები მეზობლის ძახსას ეირნებენ ხმაზე ვცნობ მე 4 საათულისა მე ვერ მიტანს ეგ და ინოჩენტე უყურს ძალიან პულტი უჭირავს ჩემ ქმარს და როგორც კი რეკლამა დაიწყება აჟრიალებს რეკლამებს და გადართავს და მე ავიწყდება სად უყურებ და მე რაღაცას წააწყდება იმას უყურებს მე და ჩვენ ერთად ტელევიზორს არ უყურებთ ხოლმე ძალიან იშვიათად და ეს 1-2-3 დღეა რო საღამოთი ფილმს უყურებთ ერთად არ ვიცი იმიტომ რომ ისეთი ფილმია ხოლმე რომ ორივეს გვაინტერესებს რა თქმა უნდა ხა მე თუ რამე ისეთი მინდა ტელევიზორში რომ ჩემთვის თალკე უყურო წამოვალ და აი უყურებ დიდ ტელევიზორში იქ სამზარეულოში პატარა ტელევიზორი ხო და ეს 2-3 დღე ერთად ვსხედვართ და მე ვაკნატუნებ მზესუმზირას ვაკნატუნებ ცოტა ხმამაღალი სიტყვა ხელით ვარჯერ წინაკვილები რომ მოგეხსენებათ ვერა ხო და ასე ჩემოკარგებო ეხლა ეს რაღაცა ხალხო სახელური გამოუცვალეთ იმას რა ქვიან კარებს აბანოს კარებს და რა ვიცი იმის ვინტია ვითომ არ ვიცი ხო და ახლა წავალ და გემშვიდობებით ის ისევ ამღერის რა ვიცი რა სამღერის არ ვიცი ალბათ არ ვიცი ხვალე ამბობდა უნდა და ახალი სიმღერის დადება და არ ვიცი ხვალე თუ არ დადო კვირას არა ვარ სახში და ალბათ ორშაბათს ან სამშაბათს დადეს იქით კვირას საქმეები გვაქვს ბანკში ვართ წასასვლელები მე რაღაცეებია ისა გადასახდელი იმიტომ რომ ისა რა ქვია მაგას იქ სადაც გარაჟი გვაქვს იმ კორპუსის რესტრუქტურაცია დაიწყო გარედან და მე მგონი უკვე პირველი შესატანი უკვე გადასახდელი უნდა იყოს მე მგონი ეხლა ვფიქრობ რა გადავიხადეთ ბოლოს მეთქი და ნაგავი რაც რა იყო მეთქი ბევრი რო გადავიხადეთ ეხლა ისა წყალია გადასახდელი ის სადარბაზოს დასუფთავება არის გადასახდელი რა ვიცი რაღაცებია რა მოკლედ ხო და მე ხუთშაბათს ექიმთან ვიქნები წასასვლელი მე შესვენება გვაქვს 13 ოქტომბერს გვაქვს ვიზიტი ინოჩენტეს
ოკულისტთან თვალზე უნდა გაიკეთოს კატარაქტას ოპერაცია. კატარაქტი თუ კატარაქტა არ ვიცი ქართულად როგორ ითქმება კატარაქტი. და მოკლედ ეგ უნდა გაიკეთოს და არა 13-ში მივალთ ჯერ ვიზით, მოკლედ პირველი მისვლა მივალთ 13-ში და დანიშნავენ მერე ოპერაციას ალბათ, არ ვიცი. ხო და ეგრე ესეთი ცხოვრება გვაქვს. ეს ბოლო პერიოდი იქ უნდა წავსულიყავით, აქ უნდა წავსულიყავით, იქ გქონდა იქ რაღაც ისინი იყო რა, რაღაცეები, ეს პრობლემები, სასამართლო, მილიცია, აი, 1000 რამე და ეს კვირა გვაქვს თავისუფალი. ხო და ორშაბათიდან დაწყებული ყოველ დღე მეკითხება, ნანა დღეს რა გვაქვს? არაფერი. ნანა ხვალე რა გვაქვს? არაფერი. მეოთხარი ეს კვირა გვაქვს თავისუფალი, რაც გინდა აკეთე. არაფერი არა გვაქვს, მეთქი მეოთხარი. ორშაბათს არ ვიცი, ორშაბათს რა ხასიათზე ავდგებით, სამშაბათს უსიკოდილოდ ბანკი. და მერე ხუთშაბათს ქალაქ ბარში ონკოლოგი და მერე რავი არაფერი. ხო და ეგ. აი ესე ცხოვრობთ ჩვენი პატარ-პატარა ცხოვრებებით, პატარ-პატარა რაღაც პრობლემებით. ყველას აქვს პრობლემა, კიდევ ვიმეორებ მარტო ფინანსური რო იყოს პრობლემა, რაღა უჭირდა კაცობრიობას, ხო? არაფერი, იტყვით ახლა რო ეგეც პრობლემა არისო, ვიცი ხალხო, მე იცი რა დრო მახსენდება. სულ მახსენდება. 90-იანებში გაჭირვებული უბედური დრო რო იყო, 1 ლარიც რო არ გქონდა და 3 ლარით რო ბაზარში მივდიოდით ხოლმე, მე და დედაჩემი 3 ლარით მივდიოდით ბაზარში. 3 ლარი. ის 3 ლარი საიდან გქონდა? მაწონი ძროხები ყავდა საზიაროთ და მაწონს თუ გაყიდიდა ხოლმე ალბათ დედაჩემი არ მახსოვს მაწონს აყიდიდა და 3 ლარი გქონდა. და 1 ლარის კარტოფილს ავყიდულობდით. ეს კი არ ვფიქრობთ რომ მე ერთი ცხოვრება გაჭირვებული ოჯახი თავის დროზე ყველა კარგად ავცხოვრობდით. გაჭირვების პერიოდს ვამბობ. 1 ლარის კარტოფილი 3 კილო 1 ლარად რო იყიდებოდა. აი, პეპელა. რა ქვია? წვრილი კარტოფილი 1 ლარის. 1 ლარი 1 კილო ლობიო და 1 ლარი 1 კილო ხაჭო. ეგ იყო ხოლმე 3 ლარის სპეზა, ანუ ნაყიდობა, 1 კვირის საჭმელი. ფქვილი ცხიმის ახში გქონდა და ისა ყავა ხო გვინდოდა? ყავა, შაქარი და ტკბილეული კიდე ის შოკოლადი, დოპინგი და ჩინო თუ რაღაცა ხუნაგი არ ვიცი. მაღაზე კიდე 130 ლიტრა კონიაკის მასალა გქონდა. ხო და დედაჩემი ყოველ კვირას ბაზარში მივქონდა ხოლმე 2 ლიტრი, 3 ლიტრი, რა ვიცი როგორც იქნებოდა 1 ლიტრი, 2 ლიტრი გააჩნია რაში უნდა გადაგვეცვალა და ამას ავცვლიდით ხოლმე იმაში, აი ეგეთ რამაში, ყავაში და ვინც გვიცვლიდა რა. ხო და აი მასე იყო 1 კვირის საკვები ბატონო გქონდა ხოლმე და 1 წელი 3 თვე ახალი წელიც და მთელი დეკემბერი, იანვარი, თებერვალი 3 თვე 1 წუთი არ იყო დენი, არ გქონდა ერთხელ. და ყოველ დღე გამოვიდოდით და აბა ბოლივისგან გამოდის ვინანთო ფეჩი. რო ან ჩაი ავადუყოთ, ყველას არ აქონდა შეშა. სად იყო ყველას სამყოფი და მთელი დღე საგუგუნებელი შეშა. და ჩვენ აქ გქონდა კიდე იმ პერიოდში ალვის ხის შეშა, ალვის ხეები დაჭრეს. ვენახები რომ დაგვირიგეს მუქთად, მიწე პრივატიზირებული მიწე, იმას გქონდა ხო ალვის ხის ქარსაცავი სარტყელი და მეტი გზა რო აღარ გქონდა ხალხს, დაიწყეს მაგის ჭრა. იმიტომ რომ ზამთარში იყინებ და ამ ალვის ხის შეშას გასდის წყალი, ვინც არ იცის, აი არ აშრება და თუ გაშრა როდის 1-2 წლის მე ის არის რა ქვია მაშინვე ალდება და ნაცარია, დაკვერცხალი არა აქვს და ეგ ვაიმედე და რა უბედური ხო და იმას ვამბობ რომ ეხლა რომ ვიხსენებ თურმე რა ბედნიერი პერიოდი ყოფილა. არა იმიტომ რომ ბედნიერი იმიტომ კი არა რომ არა კარგად ცხოვრობდით, არა თურმე სული იყო ადამიანებში, იყო
რა ვიცი მე ერთობა იყო ხალხო სიყვარული იყო გატანა იყო ერთმანეთისა ვაიმე რავი არ ვიცი რა პერიოდი იყო არ ვიცი ვერ გეტყვით ვინ შეჭამდა უსხვისოთ რამეს რა ვიცი მე კვირას მოვიტანდით ყავაზე დაუძახებდი მეზობეს და გამოიტანდი ერთ დოპინგს და რამდენიც ვიყავით იმდენ პატარ-პატარა წვრილებად დავჭრიდით და ყველა პატარა ნაკუწალას მიირთმევდა ის რომ აი მოჟოშკო და მოდი მე და დედა ჩემა შუაზე გავიჭრათ და მარტო ჩვენ შევჭამოთ ეგეთი რამე არასდროს არ ყოფილა ეხლა კიდე ერთმანეთს გაუნაწილონ კი არა ერთმანეთი რომ ცოცხლად შეჭამონ იმით არის ხალხი ბედნიერი არ ვიცი ეს რა ეშმაკეული პერიოდი მოვიდა დავატარებდით ამ ორ კორპუსში ნახშირის უთოს არა ჯანდაბად გვინდოდა რას ვაუთოვებდით რა ვიცი მე ხონდა ნახშირის უთოზეც ერთი ამბავი იყო და რა კარგი პერიოდი იყო რომ აიღებდი და ბოლო ერთი კვერცხი მეზობელი თუ დაგიძახებდა ბოლო ერთი ცალი კვერცხს ადგებოდი და მიცემდი ბოლო ერთი ცალი ხალხს მისცემდი აი ეგ იყო აი ეგ გვენატრება თორე ის გაჭირვება არავის არ ენატრება რა თქმა უნდა ხო საბოლოო წამალს მისცემდი ვიღაცა დაიყვირებდა და არიქა მიშველეთ და ყველა გავრბოდით ნეტარა დაემართა და არიქა უშველოთ და ეხლა გინდა მოკვდი და გადაბრუნდი და ვინ მოგხედავს პირიქით იმას ფიქრობენ რითი გავნონ და რითი და დაგაჭირონ წიხლი თუ რავი როგორ ვთქვა არ ვიცი წავედი ხალხო ესე იგი ვინმე რომ გაივლის და სიგარეტს ეწევა ხო ის სუნიც კი ვგრძნობ ესე იგი რა არის როცა ხარ არამწეველი არა როგორია იგებ აი ხა ვიღაცამ გაიარა ეთყობა ქუჩაში ჩვენი აივანი გადაკიდებულია ქუჩაზეა და ისა ესევე სუნი შემოვიდა სახლში იმისა სიგარეტის წავედი ხალხო ჩემი ამბები გითხარით ცოტა მოვიღალე ქაქანით დავიღალე ჩემი ამბები მოგახსენეთ ვისაც გაინტერესებდათ და ნახოთ ახლა რას მეტყვის კიდე ექიმი და მოვალ და კიდე ჩავწერ ვიდეოს მე მგონია რომ ცოტას გამამხნევებს რამე მიზეს მოიფიქრებს ექიმი და იმას იზავს რა ქვია დამამშვიდებს იმიტომ რომ მართალია ეს ჩემი კიბოს მარკერი გაორმაგებულია მაგრამ მაინც ზღვართან არის ანუ რაც ზღვარია იმას არ არის გადაცილებული და კიდე იმედს ვებღაუჭები რაც შეეხება ეხლა მე ისე დავიწყებ კვებას მივაქცევდით ყურადღებას იმიტომ რომ არ ვაქცევდი და ცოტა არ იყოს და არ მომწოს ეგ ამბავი ხილს თუ არ ავჭამ ბოსტნეულს ხომ მივირთმევ ადრე ყოველ ძალიან ხშირად ბროკოლის მივირთმევდი ძალიან ხშირად კომბოსტო ყოველ მეორე დღე ბადრიჯანს მაინც ვჭამდი ბევრ ბოსტნეულს ვჭამდი და ეხლა სულ მივაქცე მეზარებოდა დღეს დავიწყე ბატონო კომბოსტოს წნილიც მივირთვი ზეთის ხილიც მივირთვი ნუ ცოტა უნდა ისავქნა რა მივეხმარო ორგანიზმს და ნახოთ მე იმას გავაკეთებ რაც შემიძლია და ახლა რაც გიწერია აი აქ რო გაწერია იმას ვერსად ვერ წავუხვალ ასე რომ მივიღებ ყველაფერს რაც მოვა ჩემთან და ნიტი მე აფერ შემიძლია ნახოთ გეტყვით კიდე მოგახსენებთ ამბებს წავედი მე ძალიან ცუდად ვიქცევი იმითაც ცუდად ვიქცევი რომ არ მოვდივარ ყოველ დღე ჩემ თავს ვავნებ იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეს ჩემ თავში ვატრიალებ უკეთესია რომ თქვა უკეთესია რომ ისაუბრო განაი ის რო არის ქმართან ჩხუბი მომივიდა არ მომდის ქმართან ჩხუბი მე არავისთან არ მომდის გიზვა თვალი არ ავკრა მაგრამ მაგიტომ არა ხალხო ბევრი რაღაცა არის სხვა რამე რომ ყოველდღიურად რაღაცა ნერვებს გიშლის თუნდაც შენ არ გეხებოდეს ხო და ამაზე უმჯობესია ხოლმე რომ ვისაუბრო ეს ეხმარება ადამიანს და ამას სულს ვუკეთებ ჩემ თავს რომ არ მოვდივარ ყოველდღე ვიდეოები მაგრამ ძალიან ცუდი რამე დამემართა იქიდან გამომდინარე რომ ვფიქრობ რომ ვაიმე ვის რაში სჭირდება და ვის რაში აინტერესებს და ვაიმე ახლა დაჯიქი და უაზროთი ქაქანე და ვის რა და აი
ეგ მომენტი ჩამერთო და ეგ ამხევს უკან. ეგ ამხევს უკან. ასე რომ რა ვნახოთ რა, არაფერი არ ვიცი. როგორ იქნება, რა იქნება, რა არ იქნება, ვერც ვერაფრით ვერ განსაზღვრავ როგორ რა იქნება და ნახოთ. 1 2 და 3. ადგომა ხო იცით რომ მამშვიდებს ხოლმე აქ ორივე მოხელზე რომ აქ გაკეთებული ოპერაცია და მხდება ხოლმე ის ქალი ხო და ის შენო მითხრა ჯერ 1 წელი არ გასულაო ჩემი 2 წელი გავიდაო და მაინცო მისამაქო რა ნუ დაჯდომა ადგომა მიჭირსო და შენო ჯერ 1 წელი არ გასულაო და ნუ წუწუნებო და არა წუწუნებ მეთქი მადლობელი ვარ რომ დავდივარ მეტი რა წავედი ხალხ კოცნით ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას ვინც მკითხულობთ ასე რომ წავედი გეფერებით ყველას მთელი გულით და სულითობოთ და აი ვერ წარმოიდგენთ როგორი მადლიერი ვარ თქვენი ყველას მართლა განა იმიტომ ეხლა ეს ერთი პეპელა დაფრინავს და ძალიან ნევრებს მიშლის განა თვითონ პეპელა მიშლის საიდან მოვიდა და რატო აი ეგ მიშლის ნევრებს მიუხედავ და მიზესაც აღმოვფხური თაროში სადაც მაკარონი მიწყვია დედა გაჩნდა ეს პეპელა ეხლა ეგ სადღაცა გაფრინდა ხო და გამაგიჟა ხალხო გამაგიჟა ნეტა რა არის არა და ის გოგო რომ მოვიდა გამოწმინდეთ ყველაფერი აი უა და მე ნახე რომ პატარა შოკოლადის ნარჩენი იყო სადღაცა ნატეხი არ ვიცი რანაირად და იყო აი დაფრინავს ნერვები მეშლება და ესა ვერა და იმას ყავდა ხალხო ნერვებს მიშლის ხო და ესა იმიტომ ვიპოვე მიზეს და აღმოვფხური მეთქი რა ვიცი რა წავედი აბა ხედა აბა ხო კოცნით ყველას წავედი ხალხებო